კარგი რა, რატო უნდა ირბინა ხა ორსულმა საავადმყოფოებში? კი, თუ რამე დაგირეკავა. არა, არაფერი მერც. კაი, კაცი წავედი დაგირეკავა მე. მიდი. რატო არ დამირეკე? რა ვიცი ხა ჩემგან დარეკვა და აწიოკება არ გაკლიათ. მაგრამ ხო გთხოვე რომ თუ რამე მოხდება დამირეკე თქვა. დედიკო, შენ სასწრაფო დახმარებაში გადახვედი? ეჭვი მაქვს რომ შენ გამოვარ მითხრა ეთერის ამბავი. არა, ნუ არაფერშუაშია, უბრალოდ მართლა არ შეგაწუხეთ რა. ერთად ჩემო რა კეთილშობილება. დედა. რა დედა? მე აქ ეთერის ანახავად მოვედი, თქვენი კურკური საყურებლად კი არა. ხო და წადი და გაიგე, მე მილიონი ნაცნობი ყავს აქ. ხო და წავა. ხო და წადი მიდი. ხო წავიდე და ჩემგან მოიჩხუბები რა. შენ გამო არ ვეჩხუბები. ჩემ გამო ვეჩხუბები. მე კიდე არ მომწონს ეგრე რომ გელაპარაკება. იმიტომ რომ გონია რომ ტვინს გირა, მიდი ხა დაეწია და დააწყნარე რა. დაწყნარდეს თვითონ. არ დაწყნარდება სანამ არ გაიგებს რომ უბრალოდ მეგობრები ვართ და მეტი არაფერი. მითხარი რომ გეგონა რომ გიყვარდი თუ რა ვიცი. ვატყო? არ ვიცი რა, მაგაზე ფიქრის და ნერვიულობის თავი არ მაქვს ხა და არ მინდა რომ კიდე ერთხელ ჩავარდე მსგავს სიტუაციაში. მართალი ხმაპატია. კაი, რა გაპატიო, სულელობ, მარცხენია. დამავიწყდაისთვის მოვედი. ველაპარაკე მოკლედ ამ კარდიოლოგს. ძალიან კარგი ექიმი არის, ჩემი კურსელია. მითხრა რომ პრაქტიკულად უპრობლემოდ გამოძრავ რა. რა ვიცი ხა, ინფარქტი იყო. ხო, მაგრამ ძალიან მცირე უბანზე რა, ანუ ისე ალაგდება რომ მოგონებასაც კი არ დატოვებს ამიჯერე. ჯერა. სამადლობა. წადი ახლა. აი წავედი. თუ რამე დამირეკე ისე. კარგი. სადარი რა? რატო ძამოხდი? რა პრობლემაა? აქშია? არა, სენდვიჩი ვჭამ. ხო? სად? აქვე რა კაფეში, სირბილის მერე გიამშიაო და თან რაღაც საქმე ქონდა და დავსვიდეთ რა. რამე სერიოზული? აი თავისი ცოლის დის მოყვანა უნდა ჩვენთან მარკეტინგში. ცოლის დის? ო და ხო ვიცი რომ ეს არ მევასებეს ნაცნობობით სამსახურში ხალხის აყვანა. მერე თუ მაინც კადრები გჭირდებათ? თუ კარგი კანდიდატურაა და თან ალბათ ლამაზიც არის, ხო? რატომაც არა? როგორია, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ CV კაი აქვს ფოტოშოპით. არა, მე მაგ საქმეს ჩემ თავზე ვერ ავიგებ და გიამ რაც უნდა ისკნეს. აუ ისე გია რამდენი ხანია არ მინახავს. მე მგონი ბოლოს როდის ვნახეთ კორპორატიულზე? მე მგონი. არაპირებ წელს. აუ არა და რა კაი იყო. მე კიდე მეგონა სულ იწყენდი, რა ვიცი. ცენა მოიტანა. თან იქ ძალიან კაი გოგოები ყავთ, რო გავიცანი მაშინ. ეს ნანკა მაკო. მაგარი რამე გითხრა? ორივე ერთად და ორსული. ხო? რა კაია. და ვინმე ახალი ყავ? ჯერჯერობით არა, მაგრამ ვაპირებთ რომ დავიმატოთ ვინმე რა. აი ჩვენ საიტის მარკეტინგში გვინდა რომ ასისტენტი ავუყანოთ. ნახოთ რა. კარგი რა, დილაუთენი არა, სამსახურზე მალაპარაკებ რა. წავალ გადავიღე. გაიცი.
შერეძილის გუდა ყოფილი. რომელი საათია? საუზმის დროა. ეს მე? ჩვენ აუ არ მითხრა რომ ეხლა ამის გამო იყავი მაღაზიაში ჩასული. არა, რას ამბობ? კრუასანები მე დავაცხე. ყავა ავადუღე და მე ამჭიქებში ჩავასხი. აუ როგორი რაღაც დაიდი ხარ. რანაირი? მე რა ვიცი. ჩემთვის საწყალში საუზმი არავის არ მოურთმევია. მართლა? არა და ისეთ საყვარელი ხარ, მინდა რომ გაგანებირო. მე მინდა რომ გაგანებირო ეხლა. მოიცემ? ჯერ ჩემი ჯერია. რა არის? საჩუქარია? რა სახე გაქვს? მიდი გახსენე. აუ შარფი. რა და შარშან დავკარგე. ხო და ძალიან კარგი, ახალი გექნება. რა გაიკეთებ, გაგახსენდები. გამახსენდები რას ნიშნავს? სად მიაპირებ წასვლას? აბა რა ვიცით, ზამთარში მისად ვიქნებით. მე ვიცი. რა იცი? ის ვიცი რომ ზამთარშიც ისევე მესიამონება შენი ნახვა როგორც ეხლა. აბა ეგ საიდან დავიცადე? თუმცა ის ნამდვილად ვიცი, რომ ახლა შენ დაყოფნა ძალიან მსიამოვნებს. და მე რა შეიცვლება რა? არ ვიცი მეთქი ხომ გითხარი. 1000 რამე შეიძლება მოხდეს. კროსანი ჯამა. კროასან. მართლა არ მჯერა რა, რომ აი ესე ყველაფერი მაინც და მაინც შენ გემართება. არც მე. ხომ რაც მთავარია გადავჭით რა ყველა რა. თან უკვე მეორედ. ანუ რა მაგარია ჩვენი ეთო? კაი რა, ჩემზე რო არ ენერვიულა, არაფერს არ მოხდებოდა. აუ ეს რა იცი ხოლმე რა გაუთავებლად შენი თავი დადანაშაულება და ტანჯვა, კარგი რა. ხო თქვა ექიმა რომ არანაირი საშიშროება აღარ არისო და ნუ ნერვიულა. ერთი წუთი. შენ ეუბნები ვინმეს, ნუ გიყვარს საკუთარი თავის ტანჯვაო? მე არ დაიწყო ხა გეხოცები რა. რა გამოვტოვე? კითხე ამჯერად რის გამო იტანჯავს თავს? გთხოვ კითხე. ვიღაც ხალი მირეკავს მოკლედ რამოდენიმე დღეა და მეუნება რომ შენთვის ახლობელი ადამიანი რაღაცას გატყუებსო და მე მაქვს ინფორმაცია ამაზე. მოგაია. მაგას ფულს რომ მომცე მე გეტყვი. ფულს გთხარ? აფერისტია ვიღაც, ნუ. ანუ აფერისტია თუ ვინ არის მე არ ვიცი, მაგრამ ისე დავიზმენდი რომ დილიდან გიორგის ყველაფერი გადავგეკე. კონტაქტები, კარა და ჯიბეები, მეთქი რამე მაინც ვიპოვო თქო. და რა იპოვე? ვერაფერი. მართლა ყველაზე რომანტიკული რაც ეწერა იყო ჩემი ანა ტელეფონში. ეგრე უწარი ხარ? არ შეგრცხვა? კი, შემრცხვა. ეგ ეხვეწები დაიკიდე რა ეგ ვიღაც აფერისტი ხალი და დაბლოკე. რანაირად დაბლოკო მეთქი სახლში მადგება. პატრული გამოიძახე. იცი რა არის? მაინც რაღაცა რა ქონდეს სათქმელი. არაფრის თქმა არ უნდა, ფული უნდა და ფული არ მიცე იცოდე. გოგო. რა შვები? არ გესმის ხო შენ არავის ნათქვამი? რა გითხრა ქსენია ნუქსოვო ბავშვ ჭიპლარი იქნება შემოხვეულიო, ა? არ მჯერა მე მაგის. დედა ჩემიც მთელი ორსულობა ქსოვდა, მაგრამ მე არაფერიც არ მქონია. დედაშიც გაუმართლა. მამიდა ჩემიც მე თვითონ მახსოვს რომ ქსოვდა. მაია. მე მოგწონს გოგო შენი მამიდაშვილები? რა ვიცი, რა სჭირთ? რაღა რა სჭირთ? მეტრა 40-ზე მაღალი არც ერთი არ არის. ჭიპლარი და სიმაღლე რა შუაშია. ბიძა ჩემი იყო დაბალი. გაჩერდი ახლა შენ, გაჩერდი. უნდა დგება. სამაგიერო გაგეს მარიხავს გოგო 2 მეტრიანი ანგელო. ავახართ, კალებო. მოდი დედა, მოდი. კარგი იყო დედა. კარგია პატარა. ბიჭი და ცუდი კარგია. აიმე, დედა ცოტა დამაცადე, აი სულ ცოტა და ისე ძეობას გადაგიხდით, მთელი სოფელი ავალაპარაკოთ. მეც მაგას ვამბობდი, ესე წელ გამართული ძალიან დიხანი არ ყოფილა რა.
ესმამ გუშინო მაივნახეო. კი, მაღაზიაში შემხვდა. ისეთი კოხტა ბიჭის მუცელი აქვსო. ეს კი ბიჭი ეს ჯემა კოხტა მუცელი. დედარანაირი თქმა იცი, დედარანაირი. დაწოლა არ გინდა? იცის წაუძინებ რა. უნდა, აბა არ უნდა. წამოდი და წა. მიდი. კიდე ასრა. არ ველოდი? რა იცოდი აქ რა ვიყავი? გითვალთვალებ ქალბატონო. სხვათა შორის გირეკავდი რა და დრო არ მიპასუხე მე ელენეს მივწერე. და ძალიან ჭკვიანი ბავშვი არის რა. ეგრევე მომწერა ახალ სახლშია. ნათლიას გავს, ნათლიას. ესენი ვინ ამოიტანა? მე მე არ ვცხვენი, აი ამ სიმძიმე რაღაცეებსო დაათრე. მოიცა რა ერთი სული მქონდა, როდის ამოვიტანდი. ხო, აი ესე მე ვიარო, ყავით და ტკბილევნი და შენ კიდე აი ეს მძიმე რაღაცეები ათრიო რა. კაი რა, ოქრო ბიჭი ხარ ეს რომ ამოიტანე. ძალიან მინდოდა ყავა ვფიქრობდი ხა ამოვალგებთქო და ეგრევე ყავაზე ჩავოდგა. წამი. სხვათა შორის ძალიან კაი გამოვიდა. ძალიან. ვერც ვიფიქრებდი ესეთი ტევადი თუ გამოვიდება. შევეცადეთ რა. მადლობას არ გადაგიხდი. ცოტა გაფრთხილებ. მაცა თეფშებს მოგცემ. არა, თეფშები არ გინდა, სპეციალურად ისეთი ტკბილეული წამოვიღე. არც თეფში ჭირდება, არც დანა ჩანგალი. რატო გეგონა არ მექნებოდა? არა, ვერ წარმოვიდგენდი ესე უცებ თუ მოეწყობოდი ამ სამს. ისე მომწონს უკვე აქაურობა. ხო, ისე მაგარი წყნარი უბანი არის რა. მომისმინე. როდის აპირებ შენ ხა გადმოსვლას რა? მანქანას მოვიყვან, რომ ეს დანარჩენი ავეჯი მაინც არ ათრიო შენ. რა ვიცი, მე ხოლმე გადმოვიდოდი, მაგრამ ნახოთ დედა ჩემი როგორ იქნება. რატო სოფელს მიეჩვია და ქალაქში აღარ უნდა? არა, სოფელს, საავადმყოფოში. საავადმყოფოში? რატო? ინფარქტი. მართალია. მიკრო, მაგრამ ერთი კვირა საავადმყოფოში უნდა იყოს. მერე კიდევ ნახოთ რა ვიცი. როდის მოუვიდა? გუშინ. მე ვერ დამირეკე. მართალია ხე ექიმი არა ვარ, მაგრამ მარტო ყოფნას აღარ ჯობი ვარ. შენ ყველას ჯობი ხარ, მაგრამ ისე დღეში ვიყავი. ერთადერთი რაც გამახსენდა სასტრაფოში დავრეკე. მარტო იყავი? ელენესთან ერთად. აუ, გული გაუსკდებოდა. ხო. მთელი ღამე იყო კნუტივით მოკრული. კი ვეცადე რომ პანიკა არ ამეტეხა, მაგრამ მე უცებ დედაჩემს ისეთი ფერი ქონდა, საერთოდ რას ვაკეთებდი აღარ მახსოვს. რამეზე ინერვიულა? შენი ძმაკაცის გმირობის შესახებ გაიგო. ვინ უთხრა? რა მნიშვნელობა აქვს მაგას გასმა? ადრე თუ ვინ ხო უნდა გაიგო. ესე ზოგჯერ მგონია რომ ყველაფერი ჩემი ბრალია რა. როგორ ვერ მივაქციე ყურადღებაში. ამ ამბავში დამნაშავე მარტო თვითონ არის. ნეტა ვიხარ შენ მან, ჰა? როდის გამოძვრები? გისმენ? გამარჯობა ანა. თქვენ ვერ გავიგეთ, სხვადასხვა ნომრიდან უნდა მირეკოთ ყოველ დღე? ნუ დამბლოკავ და ერთი